2008 წელს ჩემი დაკვირვებით, თქვათ რა მასალით ჩამწერა შეხვედრა მისაუბრია მიფიქრია, ეს იყო აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების პრელუდია ერთგვარი, როცა მხარება ერთმანეთს მოუსინჯეს ძალა. და როგორ მოხდებოდა, როგორ ირეაგირებდა. ანუ ეს კონტექსტში უნდა განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომის, ხო? ალბათ აუცილებლად. ერთი რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითად ახლა მე 2015 წლის ჩანაწერი მაქვს. ჟირინოვსკის, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად. აი ზუსტად აბსოლუტურად როგორ ვაყოთ, ბევრი ამის ამბობს იმის თაობაზე, როგორ. იმიტომ კი არა, რომ ეს ნათალხილველი იყო, იმიტომ რომ გეგმა არსებობს. ხო, როგორ ჩანს, კი ბატონო, რა თქმა უნდა. და ამას ახმოვანებინებდნენ ამ გეგმებს. და ძალიან ეს ისე მენიშნა, აი უბრალოდ ძალიან მძიმედ, როდესაც იმ ცნობილ შეკრებაზე, რომელიც შეჭრის, უკრაინის შეჭრის წინადღეს გაიმართა კრემლში, ეს ფრაზა გაჟღერდა, რომელიც მე არაერთხელ მithქვამს, რადგან მაინც დისკრედიტირებული ვიქნებით ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამიტომ მოვასუფთავოთ ვარაიღამ ყაზახստანი და საქართველო. საჩისიმ გრუზიო ყაზახստანი, ასე იყო ნათქვამი, მე ვიცი ვინც თქვა ეს ფრაზა, მართალი არ მიიღეს იმ წუთში, მაგრამ იმას არ ნიშნავს, იმას სულ მოუწაუსრო, უბრალოდ სუდახურული შეხვედრა იყო. მაგრამ ეს გეგმაში არსებობდა. ესე იგი, უნდა შევთანხმდეთ, რომ გავიგოთ, რომ პუტინისთვის რომელიც თავის ესე ვთქვათ ცხოვრების ბოლო ესე ვთქვათ ყოველ შემთხვევაში გასაგშია სერიოზულად მისთვის უმნიშვნელოვანესი რომ დაუდგან მას ოქროს ძეგლი. ოქროს ძეგლი გულისხმობ. არა ხო თვითონ ოქროსი მესმის მე ოქროსი დიდი ძეგლი მაშინ ესე ვთქვათ ეს იმისთვის რომ მან აღადგინა პოსტსაბჭოთა სივრცე. უბრალოდ საბჭოთა სივრცე, ոչ საბჭოთა კი საბჭოთა სივრცე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება ერთი ქვეყანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი რუსეთის გავლენები გავრცელდება იმ სივრცეში, რომელიც იყო თავის დროზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ისე რომ ჩვენ საზოგადოების ერთ ნაწილს განსაკუთრებით ახალ თაობას ეს აგიჟებს და ხელოვნურად ხდება ამის. მაგრამ მაგალითად აი თურქეთი, რომელიც იგივეს აკეთებს ზუსტად ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებზე თავის გავლენები აღადგინოს და მათ შორის ისეთ ქვეყნებში როგორც არის მაგალითად ბოსნია, ჰერცეგოვინა, ხო ბალკანეთის ნახევარკუნძულს გულ. ამას ყურადღებას არ აქცევენ. და ამ დროს აღრმალავს ამას ეს პატიოსანი ნახევრად ქართველი კაცი ერდოღანს გულისხმობ. არის ნახევრად ქართველი? კი, არის როგორ არ არის. მე ვიცი ზუსტად საიდანაც არის მისი ესე იგი ერთ-ერთი წინაპარი წარმოშობით. იმ წინაპრის გვარიც ვიცი შემიძლია მოგახსენოთ. პოლკვაძე. მიგასა ბებია მყავდა ბოლხოც. ხო, ნუ ესე განცდები ყოფილი ხარ. კი ბატონო.